მილოცვაზე გაფიქრებამ უცებ უკვე შორეულ ბავშვობაში ახალ წელთან შეხვედრის მივიწყებულ მოგონებასთან დამაბრუნა. წალენჯიხაში ვართ, ჩვენი წაბლის ხის სახლის მეორე სართულის აივანზე. ჩემზე 20 წლით უფროს ძმას, ხუტიას ხელში ვყავარ აყვანილი. მან წვრილმავთულიანი საბჭოთა კავშირის დროინდელი მაშხალა აანთო. მხიარული მაშხალა მომაწოდა, შემდეგ გამომართვა და შორს მოისროლა, რომელიც ფრენითა და ქროლით ბაღის ბოლოში გაუჩინარდა. მაშინ სამყაროში უფროსი ძმის მკლავებში ვიმყოფებოდი, გაოცებული, განცვიფრებული, გახარებული და ბედნიერი. სტუდენტობის დროს კი ავად სახსენებელ საშიშ 90-იან წლებში, აჩიგვარაში, აფხაზეთში ჩავედი, ჩემს შუათანა 19 წლით უფროს ძმასთან, გურისთან წლის თავზე, პატარა ძმისშვილის გარდაცვალების გამო. როცა თბილისში ვბრუნდებოდი, მატარებელში იყო საშინელი ანტისანიტარია. ღია პლაცკარტში სკამებზე მსხდომებს თავზე მტვერი გვათოვდა, გვეყრებოდა. ჰაერი უნდობლობით იყო გაჯერებული, მაგრამ ადამიანები მაინც ფუსფუსებდნენ, რაღაცეებს ეზიდებოდნენ. გამცილებელმა, პრავადნიკმა გაგვაფრთხილა, ფეხსაცმელებს ნუ გაიხდით, ნივთებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. აქ ღამით ქურდები გამოივლიან და თუ რამე დაგეკარგებათ, მერე საჩივრით ჩემთან ნუ მოხვალთო. ფიქრობდი, ჯოჯოხეთი ასეთი თუა, ამაზე უარესი შეუძლებელია რომ იყოს მეთქი. ღია პლაცკარტში მეორე სართულის საწოლზე ღამე ძილ-ღვიძილში გავატარე. ქურდებმა მართლაც არც თუ უხმაუროდ ჩაიარეს. სხვათა შორის ჩემს ჯიბეშიც სწრაფად ჩააფათურეს ხელი. ოდნავ უფრო ღრმად რომ ჩაეყოთ, მცირედ რაღაცა მეგდო და იმასაც ამომაცლიდნენ. დილით ზუგდიდის სადგურზე გაჩერებული მატარებლის ფანჯრიდან ადამიანებს ვაკვირდებოდი. შემთხვევით მათში თუ ვინმე ნაცნობს დაინახავდა კაცი. ვერ ხვდებოდი, უნდა გაგხარებოდა, თუ პირიქით, უნდა მორიდებოდი. ზოგს ხელში ქონდა ავტომატი, ისეთი სახით რომ თითქოს საეჭვო არაფერი არ უნდა გამოპარვოდა, ან იქნებ ვინმესთან საქმე ხომ არ ექნებოდა გასარჩევი. მოოხრების საშინელება შეიძლებოდა დარქმეოდა ამ ყოველივეს. დათარეშობდა უნდობლობა და მტრობა, ხალხში, ოჯახებში, ნათესავებში, სიდუხჭირე, უშუქობა, უტრანსპორტობა, დაუცველობა, ქურდობა და ყაჩაღობა იყო გამეფებული. მას მერე ბევრმა წელმა და წყალმა ჩაიარა, თითქოს უკეთესობისაკენ ვიბრუნეთ პირი, უფსკრულიდან რაღაც სასწაულით ამოვედით, მაგრამ ბოლო დროს თითქოს ისევ მტრობის მსგავსი სუნი ტრიალებს და ფიქრობ, შენი მილოცვა ვიღას ჭირდება და იქნებ ვინმეს კიდევ აღიზიანებს. ამიტომ თუ შეიძლება მოგილოცავთ შობა ახალ წელს და ვისურვებ რომ ვითარცა მტვერი, რომელ აღგავის ქარმამ პირისაგან ქვეყანისა, ისე აღიგავოს ურთიერთ მტრობა ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის სასიკეთოდ, ერთად საქმის კეთება შეგვიძლებოდეს და შევნიშნოთ, არ გამოგვრჩეს ბეთლემის გამოქვაბულში ჩვენი ხსნისა და გადარჩენისთვის განკაცებული შვილი იოსოს დაბადება და შევისმინოთ მისი სიტყვები, იყვარებოდეთ ურთიერთ არს და არ გადავაქციოთ ეს ქვეყანა ისევ ქურდებისა და ყაჩაღების სათარეშოდ. ღმერთ მამისგან დაგვიფაროს ამ 2022 და მომავალ წლებშიც. გილოცავთ შობა ახალ წელს. მრავალს დაესწარით სიხარულით. ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, 2021 წელი, 30 დეკემბერი.